დააბრუნდით პირდაპირ ეთერში, აი ამას ქვია ხალხმრავლობა თუ ქვია. მოგესალმებით სტუმრებო ყველას, სტუდენტებო, მოსწავლეებო. წამყვანებო რა? წამყვანებოც. დღეს ჩვენს ამ ნაწილში უნდა ვისაუბროთ ქოლგა-თბილისი ფოტოზე, ფესტივალზე, რომელსაც წლიდან წლამდე უამრავი ადამიანი ელოდება და არა მხოლოდ ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები. წარმოგიდგენთ ბესო ხაინდრავას, ორგანიზატორს, ფოტოხელოვანი მარინა კანი, ავიაკომპანია Atlas Global-ის კომერციული დირექტორი საქართველოში თამუნა თანდაშვილი და ჯიპას სასერტიფიკაციო პროგრამის კოორდინატორი ნინო ქოჩიაშვილი, ჩვენი სტუმრები. მეც წარმოვადგენ ჩემს სტუმარს, თუ შეიძლება. აი იქეთ გაიხედეთ ქალბატონო, ეს არის თამარ მერლანი, უფრო თქვენთვის ესეთი უფრო ახლობელი და საყვარელი რომ გახდეს კიდევ უფრო ეს ლამაზი გოგონა. ეს არის პატარა ტურიკა. ეს არის დათო ტურაშვილი, შვილიშვილი, რომელიც მოულოდნელად გვეწვია სტუმრად და როგორ არ შემოგვეყვანა ეთერში. მიესალმე მაყურებელს. კი, ნამდვილად. როგორც ყოველთვის მრავალფეროვანი არის წელსაც, ხო, ბესო პროგრამა და მე მგონი რაღაცა განსაკუთრებულად ახალგაზრდული სისხლი ჩქებს ამ ფესტივალში. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. სასიამოვნოა ამ ახალგაზრდებთან ერთად სტუდიაში ყოფნა, თქვენთან ერთად ცხადია. რაც შეეხება ფესტივალს, დღეს გაიხსნება ფესტივალი 8 საათზე. წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კონკურსის შედეგად წარდგენილი ნამუშევრები, გადარჩეული ნამუშევრები და ხვალიდან უკვე არასაკონკურსო ნაწილი დაიწყება და დამთავრდება 18 მაისს. ეს ადამიანები ხა ვინც არიან აქ წარმოდგენილები, არიან სტუდენტები და მოსწავლეები ჯიპას და ნიუტონის სკოლის მოსწავლეები, თავისუფალი სკოლის მოსწავლეები, მარინა კანის ასე ვთქვათ აღზრდილები, ფოტოგრაფის როგორ შურს თქვენი ბავშვები? აბა. არაფერი არ არის გვიან, ხო მარი? შეგიძლია მოხვიდე. აუცილებლად. დღეს მშურს. და მათი დამოუკიდებელი გამოფენა იქნება ფესტივალის ფარგლებში. ჩვენთვის ორმაგაც ასიხარულა ის, რომ ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები, დამწყები ფოტოგრაფები და მათთვის мотиваციისთვის ძალიან გულის მგონია, რომ ძალიან კარგია ისეთ ფოტოგრაფებთან ერთად ფესტივალში და პროგრამაში ყოფნა, როგორებიც არიან სიტყვაზე დუგი ვოლასი, კაილო ფელბეინი, საიმონ ნორფოლკი და კიდე ძალიან ბევრი, რომლებიც უკვე ნელა ჩამოდიან, დღეს ჩამოვიდნენ დიდი ნაწილი ამ ფოტოგრაფების და თავისთავადია ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ავიაკომპანია Atlas Global-ს, რომელსაც მოგცა იმის საშუალება, რომ ამ ბავშვებისთვის გაგვესაზღვრა თემა და ამ თემაზე ემუშავათ 2 თვის განმავლობაში. და ამ თემაზე ნამუშევარი შედეგები იქნება წარმოდგენილი ორშაბათს საღამოს 8 საათზე გალერეა Black and White-ში. შვენიერია. მარი, მე ვიცი შენი სოციალური აქტივობიდან, ასე ვთქვათ, რამდენად ამაყობ შენი ყველა მოსწავლით და რამდენად უზარმაზარი გულშემატკივარი ხარ მათი. აი ხარ რო უყურებ გულში. სიტ მოგეხურება. მრავალწლიანი დედასამეცნიერო. ხო, ძალიან მაგარია მართლა, იმიტომ რომ კარგი ბავშვები არიან დიდებიც და ისეთი თაობა არის, რომ მართლა შეუზღუდავია მათი ფანტაზია და მონდომება და არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ ესენი რომ ყვანან. და მოდი მოგვიყევი უშუალოდ შენს გამოფენაზე. კარგახანი არ გქონია, მე მგონი. არასდროს არ მქონია. პერსონალური. არასდროს. ხო. ხვალ მაქვს ეს გამოფენა, ბესოს ძალიან დიდი მადლობა რომ მომცა ამის საშუალება. პირველად მაქვს 12 წლის მოღვაწეობის მანძილზე. და სწორედ ეს 12 წელი მოხდება ამ გამოფენაზე. თუ რამე კონკრეტული თემა? კონკრეტული თემაა, რაღაც კონცეპტუალური პროექტია, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის არის, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ვიღებდი. და ხვალ რა ვიცი, ყველას ვეპატიჟები დიდ გალერეში, საღამოს 10 საათზე იქნება მთელი ღამის განმავლობაში. ძალიან კარგი დრო არის ჩემთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღე მუშაობს დატვირთული გრაფიკი აქვს, ასე ვთქვათ და ვერდები შენს მადლობას, იმიტომ რომ მე მარის ფოტოებს ძირითადად სოციალურ ქსელში ვეცნობი ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ასე მიწევს და ძალიან ბედნიერი ვიქნები ხვალ სპექტაკლის მე რომ გამოვეკანები და ვნახავ გამოფენა. და ღამის თევითი გამოფენა, როგორც ხო, ალტერნატიული გამოფენა გავაკეთე, რაღაც ისე DJ გვეყოლება, შეგვიძლია თან ვიხალისოთ კლუბური გამოფენა. ანუ ბოლომდე შევიგრძნოთ ის, რასაც შენ 3 წელი უნდებოდა. კი ბატონო.
კარგით, მოდით ახლა ორი წუთით გავიდეთ კურიერის მოკლე ანონსზე და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს.